გამარჯობა, მე ვარ ლუკა როგავა, ფსიქოონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში ფსიქოონკოლოგიის სფერო განვითარდეს და მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის დროს ფსიქოლოგიური დახმარება მიიღოს და ზოგადად სოციუმშიც გაიზარდოს ცნობიერება ფსიქოონკოლოგიის შესახებ. დავიწყებ საუბარს თვითონ იმით თუ რა არის ფსიქოონკოლოგია, რატომ არის საჭირო. ვისაუბრებ ასევე პაციენტზე მის ფსიქოემოციურ, ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე, როდესაც ისმევა ონკოლოგიის დიაგნოზი და ვისაუბრებ სხვადასხვა მეთოდებზე, რომელიც გამოიყენება ონკოლოგიურ პაციენტებთან. დავიწყოთ, მოდი, თვითონ რა არის ფსიქოონკოლოგია. ფსიქოონკოლოგია არის სფერო, მეცნიერება, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტს ეხმარება, რომ სწორად ჯანსაღად გაუმკლავდეს და ჩამოაყალიბოს ჯანსაღი დამოკიდებულება თავის დაავადებასთან, ონკოლოგიურ დაავადებასთან. თვითონ სიმსივნე რო განვიხილოთ, სიმსივნე არ არის მხოლოდ ფიზიკური სხეულის დიაგნოზი. რა თქმა უნდა, ფიზიკურ სხეულში ჩდება, ფიზიკურად ჩდება დაავადება, მაგრამ გარდა იმისა, რომ ფიზიკური სხეული ზიანდება, ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს დაავადება, როგორც ფსიქიკაზე, ასე ემოციებზე, ასევე სოციალურ წრეზე და სოციალურ კონტაქტებზე ადამიანისას და ძალიან დიდ გავლენას ახდენს სულიერ სფეროზე. ამიტომ, როდესაც საქმე გვაქვს ონკოლოგიურ დიაგნოზთან, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დახმარება პაციენტმა მიიღოს არამხოლოდ ფიზიკური, არა მხოლოდ სამედიცინო დახმარება, არამედ ასევე ფსიქოემოციური და სულიერი მხარდაჭერაც ძალიან ჭირდება. ფსიქოონკოლოგი ზუსტად ამ როლს ასრულებს, ფსიქოონკოლოგი ერთად ექიმებთან, რადიაციულ ონკოლოგებთან, კლინიკურ ონკოლოგებთან, ქირურგებთან, ონკოქირურგებთან ერთად არის შემადგენელი ნაწილი იმ გუნდის, რომელიც ზრუნავს პაციენტის კეთილდღეობაზე და პაციენტის გამოჯანმრთელებაზე. ვისაუბრებ, მოდი, რა პროცესები მიმდინარეობს ადამიანში, ხო? ონკოლოგიური დიაგნოზი ცოტა ესეთი საკითხი არის, ასოცირდება რაღაც განაჩენივით არის, რომ ონკოლოგიური დიაგნოზი როდესაც დაესმება ადამიანს, ესე დასრულებულია ყველაფერი. ფსიქიკა აღმოჩნდება ძალიან რთულ მდგომარეობაში, არ იცის როგორ გაუმკლავდეს ფსიქიკამ, შესაბამისად იწყება სხვადასხვა პროცესები, როგორიც არის მაგალითად დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, ხშირად არის დემორალიზაცია, სუიციდური აზრები ჩნდება ხოლმე, ზოგჯერ არის, რომ ინდიფერენტული ხდება ადამიანი და საერთოდ უარს ამბობს მკურნალობაზე. ძალიან ხშირად არის, რომ აგრესია უჩნდება ონკოლოგიურ პაციენტს და აგრესიის მსხვერპლი ხშირად ხდება ოჯახის წევრი და სამედიცინო სტაფი, რომელიც ამ ადამიანს დახმარებას უწევს და ეს ყველაფერი ართულებს მოკლედ გამოჯანმრთელებას. ჰოლისტიკური მიდგომა რას ნიშნავს? რადგან ვამბობ, რომ თვითონ დაავადება მოიცავს როგორც ბიოლოგიურ, ისე ფსიქოემოციურ, ისე სოციალურ და ისე სულიერ ასპექტს ადამიანისას, შესაბამისად გამოჯანმრთელებაც და მკურნალობაც ჭირდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოემოციური, ისე სოციალური და ისე სულიერი. ყველას აქვს თავისი როლი. ექიმის როლი არის, რომ თვითონ დაავადების ფიზიკური ნაწილი, სხეულში დაავადება უნდა განკურნოს ან საუკეთესო შედეგი, საუკეთესო გამოსავალი, რაც არის შესაძლებელი, იმ გამოსავალისგან წაიყვანოს პაციენტი. ფსიქოემოციურ ნაწილზე და სულიერ ნაწილზე თუ არ მოხდა მუშაობა, ის შინაგანი ენერგია, შინაგანი რესურსი, რომელიც ადამიანს აქვს, რომელიც მიმართული უნდა იყოს გამოჯანმრთელებისკენ, იფლანგება და გარდაიქმნება ხშირად არაჯანსაღ და დაბალ ენერგიაში, რომელიც აგრესიის სახით გამოვლინდება. თვითონ ორგანიზმს აქვს ძალიან დიდი უნარი, ძალიან დიდი რესურსი, რომ თავად ებრძოლოს დაავადებას. ახალი არ არის არაფერი, მე რასაც ვიტყვი. დღის განმავლობაში ათასობით და 10,000-ობით სიმსივნური უჯრედი ჩნდება თითოეული ადამიანის ორგანიზმში და ორგანიზმი თვითონ ახერხებს, რომ ეს უჯრედები გაანადგუროს და სიმსივნე არ განვითარდეს. ამისი უნარი ორგანიზმს აქვს, რომ სიმსივნეს ებრძოლოს. როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება ისე, რომ სიმსივნე ფორმირდება, ორგანიზმს ისევ აქვს ეს უნარი, არ დაუკარგავს, უბრალოდ საჭირო არის, რომ ეს შინაგანი ენერგია იქნას სწორად მიმართული, რომ ორგანიზმმა დაიწყოს სიმსივნის ელიმინაცია.
როდესაც ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა და სულიერი მდგომარეობა არის კრიზისში, ის ენერგია, რომელიც დაავადებას უნდა ებრძოდეს, გარეთ არის მიმართული. რატომ ხდება ესე? ფსიქიკამ რეალურად არ იცის რანაირად გაუმკლავდეს ესეთ მდგომარეობას. ძალიან დიდ გავლენას ახდენს აქ სოციუმი. სოციუმში არის ესეთი აზრი ჩამოყალიბებული, რომ განაჩენი არის სიმსივნე, ანუ სიმსივნის დიაგნოზი თუ დაისვა, არაფერი აღარ ეშველება ადამიანს და კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ფსიქიკა და შესაბამისად მისთვის ნაცნობ ხერხებს მიმართავს. ცოტა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დეპრესია ან შფოთვა ბევრად უფრო კომფორტული არის ფსიქიკისთვის, ვიდრე რეალობას თვალებში ჩახედვა. იმისთვის, რომ რეალობას თვალებში ჩახედოს ადამიანმა, ამაში ჭირდება ზუსტად პროფესიონალის დახმარება. სხვა შემთხვევაში ფსიქოლოგიური მდგომარეობა თანდათანობით უარესდება და გავლენას ახდენს მერე სიმსივნის პროგრესირებას. ფსიქოონკოლოგი ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტს, რომ ჩამოაყალიბოს ჯანსაღი ურთიერთობა დაავადებასთან. ჯანსაღი ურთიერთობა დაავადებასთან რას ნიშნავს? პირველი ეტაპი არის, რომ მიიღოს თავისი რეალობა. სწორად დაწონოს მისი შესაძლებლობები, მისი შანსები, რა შანსები გააჩნია. ზოგჯერ ხდება, რომ პაციენტმა საერთოდ თავისი დიაგნოზის შესახებ არ იცის, რაც არის კატასტროფა. როდესაც დიაგნოზის შესახებ არ იცის პაციენტმა, ექიმების წინააღმდეგ არის ფსიქიკა და გამოჯამრთელების წინააღმდეგ არის ფსიქიკა განწყობილი და ბევრად უფრო კვლევები არის ამაზე ძალიან ბევრი ჩატარებული. ბევრად უფრო აუარესებს გამოჯამრთელებას, როდესაც დიაგნოზი არ იცის. დაუბრუნდები რეალობის თვალებში ჩახედვას, ხო, ანუ პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ ონკოლოგიურ პაციენტს, რომ თავისი რეალობა მიიღოს. ის მოლოდინები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ონკოლოგიურ პაციენტს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს რეალური. თუ რეალობას თვალებში არ უყურებს, მისი მოლოდინები, მისი შეხედულებები აცდენილი არის, თანხმდენაში არ მოდის რეალობასთან და შესაბამისად, როდესაც მისი მოლოდინი არ გამართლდება, ამას მოსდევს ძალიან დიდი იმედგაცრუება, რომელიც კიდევ ერთი სტრესი და დარტყმა არის ფსიქიკისთვის და შესაბამისად კიდევ უფრო ართულებს მერე გამოჯამრთელების პროცესს. ემოციურად უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი და როდესაც ფსიქიკამ არ იცის როგორ გაუმკლავდეს, იშველიებს რაღაც მისთვის უკვე არსებულ მექანიზმებს. ეს მექანიზმები ხშირად არის ჩამოყალიბებული რაღაც ბავშვობის ტრამვებიდან და წარსული გამოცდილებებიდან, რომელიც არ მიესადაგება არანაირად დღევანდელ რეალობას და დისონანსში არის პაციენტი. სოციალურ ნაწილსაც რო შევეხოთ ცოტათი. სოციალური ურთიერთობებიც ხშირ შემთხვევაში რთულდება და უარესდება, იმიტომ რომ საკუთარ თავში იკეტება ხშირად ადამიანები. თვითონ სოციუმშიც ცნობიერება კიბოს შესახებ, სიმსივნის შესახებ სამწუხაროდ არ არის იმ დონეზე, რა დონეზეც გვინდა რომ იყოს და თვითონ სოციუმს უჭირს ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, ვისაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს რაღაც შეცოდების მომენტი. ამ შეცოდების მომენტს აუცილებლად გრძნობს თვითონ პაციენტი და რაღაც პროტესტი და აგრესია შეიძლება გაუჩნდეს იმ ადამიანის მიმართ. ოჯახი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდ როლს თამაშობს ოჯახი გამოჯამრთელების პროცესში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახი არის სოციუმი, რომელშიც დროის დიდ ნაწილს ატარებს დაავადებული ადამიანი. მნიშვნელოვანი არის ამიტომ თვითონ ოჯახთან მუშაობაც. აი ეს ენერგია, რომელზეც ვისაუბრე, ხო, შინაგანი რესურსი, რომელიც გაღვიძებაშიც უნდა მივეხმაროთ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანს. ოჯახი ხშირ შემთხვევაში ამ რესურსს უკლავს. ან ვერ უწყობს ხელს, რომ ეს რესურსი გამოათავისუფლოს და რატომ? ესეთ როლურ თამაშებში შედიან ხოლმე ახლობელი ადამიანი, ოჯახის წევრი და პაციენტი, რომ გადამრჩენელი ხდება ოჯახის წევრი, მსხვერპლი ხდება პაციენტი. თითქოს ამ პაციენტს არაფერი არ შეუძლია და ოჯახი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ყველაფერი შეუსრულოს, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ის არ გაბრაზდეს, მაქსიმალურად უფრთხილდებიან. ეს ზედმეტი გაფრთხილება და თავზე ფოფინი რეალურად იმ რესურსსაც უკლავს ამ ადამიანს, რისი რესურსიც აქვს.
ოჯახთან, როდესაც ვმუშაობთ, მაშინ ოჯახის წევრს პირიქით ვეუბნებით, რომ მისცენ პაციენტს იმისი საშუალება, რომ რისი რესურსიც აქვს, რისი გაკეთებაც შეუძლია თვითონ გააკეთოს. არავითარ შემთხვევაში კარგი შედეგის მომტანი არ არის შეცოდება. იმიტომ რომ შეცოდებით კიდე ხელს უწყობთ ამ ადამიანს, რომ მსხვერპლის როლი მოირგოს. მერე ხშირ შემთხვევაში როლები იცვლება და აგრესორი ხდება, მოძალადე ხდება პაციენტი, იმიტომ რომ ეს თავისი მდგომარეობა, ეს ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმე არის და უგროვდება შინაგანი აგრესია და ოჯახის წევრის მიმართ მიმართავს. ეს რო აგრესიული არის, ოჯახის წევრი ამ დროს შეიძლება მსხვერპლის როლში გადავიდეს და ამ როლებში შედიან, ეს როლები იცვლება და საბოლოო ჯამში ეს ურტყავს ისევ დაავადებას. სულიერ ნაწილს რაც შეეხება, სულიერ ნაწილში გულისხმობთ მორალურ ნაწილს, ადამიანის რწმენას, რელიგიურ და სპირიტუალურ შეხედულებებს. ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი ცვლილებები მიდის სულიერ ნაწილშიც. ჩნდება ეჭვები ხშირად. ზოგჯერ პირიქით ხდება, რომ ძლიერდება უფრო რწმენა, უფრო წინა პლანზე ამოდის და ზედაპირზე ამოდის ეგზისტენციალური შეკითხვები. ისეთი საკითხებით ინტერესდება ადამიანი, რომელსაც შეიძლება აქამდე არ დაინტერესებულა. რეალურად სიმსივნე და ონკოლოგიური დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში ხდება ტრანსფორმაციის კატალიზატორი. ესეთი ტერმინიც არსებობს პოსტტრაუმატული ზრდა, პოსტტრაუმატული განვითარება, ანუ ტრამვა ხელს უწყობს შინაგან პიროვნულ და სულიერ ტრანსფორმაციას და განვითარებას ადამიანისას. ჩვენი მისია და ჩვენი მიზანი, როგორც ადამიანების, რომლებიც ვეხმარებით პაციენტს, არის რომ ხელი შეუწყოთ ამ ადამიანს, რომ ამ მიმართულებით წავიდეს, რამდენადაც ამის შესაძლებლობას გვაძლევს სიტუაცია და რეალობა. ანუ ამ ჰოლისტიკური მიდგომით, ანუ დახმარებით როგორც ფიზიკურ, ასე ფსიქოემოციურ, ასე სულიერ და სოციალურ ნაწილში ადამიანს ჩვენ რეალურად ვეხმარებით, რომ ეს ტრანსფორმაციის პროცესი შედგეს, ვასტიმულირებთ ტრანსფორმაციის პროცესს, რაც ხშირ შემთხვევაში გამოჯამრთელების ან უკეთესი გამოსავალის წინაპირობა არის ხოლმე. ამ кейსებზეც ბევრს არ ვილაპარაკებ, ესეც უცნობი არავისთვის არ არის, რომ მედიცინაში არის აღწერილი ისეთი შემთხვევები, როდესაც წესით განუკურნებელი დაავადებიდან ადამიანი განიკურნა, ან რაღაც ძალიან უმნიშვნელო დაავადებისგან გარდაიცვალა ადამიანი, ან ძალიან დამძიმდა, ხო? შედარებით მარტივი ასახსნელი ხდება ესეთი кейსები, როდესაც უყურებთ ჰოლისტიკური მიდგომით. ხო, ესეც მნიშვნელოვანი არის, რომ ეს დავინახოთ, რომ ესეთი შეხედულება არსებობს, რომ მტრად აღიქვამს დაავადებას ადამიანი, ხო, სიმსივნეს განსაკუთრებით. ფსიქიკა ესე უყურებს, რომ თითქოს საიდანღაც მოვიდა და თავს დამატყდა დაავადება. დაავადება ცხოვრების შემადგენელი ნაწილი არის, პროცესის შემადგენელი ნაწილი არის. ცხოვრების გზაზე დადგა ეტაპი, როდესაც პაციენტის ცხოვრებაში არის ონკოლოგიური დიაგნოზი, სიმსივნე. ამის გააზრებაში, გაცნობიერებაში უნდა დავეხმაროთ აუცილებლად პაციენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქიკა იწყებს ბრძოლას. მე არ ვამბობ, რომ ბრძოლა არ არის საჭირო. უბრალოდ საჭირო არის სწორი სტრატეგიით ბრძოლა. როდესაც ფსიქიკა იბრძვის, ამ ბრძოლის ობიექტი მეტოქეთ აღიქვამს გარშემო ყველას და ყველაფერს. ხშირ შემთხვევაში ეძებს დამნაშავეს ფსიქიკა. და დამნაშავე ძალიან ჭირდება, რომ ვიღაცას დააბრალოს ეს ონკოლოგიური დიაგნოზი. ონკოლოგიური დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში ვერავის ვერ აბრალებს და ბრალის დადებას იწყებს სხვადასხვა ყოველდღიურ საკითხებში და ამისი მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ისევ ოჯახი და სამედიცინო პერსონალი ხდება ხოლმე. როდესაც სწორი სტრატეგია არის ბრძოლის, ანუ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის არჩეული. ამ შემთხვევაში გარეთ არ ეძებს დამნაშავეს პაციენტი. ამ შემთხვევაში მუშაობს იმაზე, რომ ეს შინაგანი რესურსი თავისი სხეულის ეს უნიკალური უნარი, რომ დაავადებისგან განიკურნოს, ორიენტირებულია ამაზე, რომ ეს ენერგია სწორად მიმართოს. რეალობა ესეთი გვაქვს დღეს სამწუხაროდ, რომ ბევრ პაციენტს არ ეძლევა საშუალება, რომ ფსიქოონკოლოგი იყოს ჩართული გამოჯანმრთელების პროცესში. ამისი მიზეზი ბევრია. სოციალური ფაქტორიც არის, შეხედულებებიც არის, რომელიც საქართველოში არის სამწუხაროდ.
ჯერჯერობით თვითონ ეს სფერო ფსიქოონკოლოგიის სფეროც იმდენად გამყარებული არ არის საქართველოში და მიხარია ძალიან რომ ნელ-ნელა დაიწყო და იმედი მაქვს რომ განვითარდება. კვლევები აჩვენებს და სტატისტიკა აჩვენებს რომ ბევრად უფრო კარგი შედეგები იდება, როდესაც ჩართული არის ფსიქოონკოლოგი და ამის მიზეზზე ვისაუბრე რეალურად კიდე ერთხელ გავიმეორებ. ონკოლოგიური დიაგნოზი არ არის მხოლოდ ფიზიკური სხეულის დაავადება. ონკოლოგიური დიაგნოზი არის დაავადება როგორც ფიზიკური სხეულის, ასევე ფსიქიკის, ასევე ემოციების, ასევე სოციალური ნაწილის და სულიერი ნაწილის. ყველა სფეროს ურტყავს ეს დაავადება. შესაბამისად, გამოჯანმრთელება უნდა მოხდეს ყველა სფეროსი. თუ მხოლოდ ერთ სფეროზე ხდება აქცენტის გაკეთება, ყველა დანარჩენი სფერო უკან ეკაჩება, ასე ვთქვათ, ანუ ზემოდან ტვირთად ედება ამ პაციენტს. ყველა თანამედროვე გაიდლაინით რეკომენდირებული არის, რომ ჩართული იყოს ფსიქოონკოლოგი. რადიაციული ონკოლოგი ვარ განათლებით, ასევე ფსიქოონკოლოგის ლიცენზია მაქვს და კიდევ ვაგრძელებ განათლებას. სხვადასხვა ტრეინინგებში ვარ ჩართული და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მთელი ჩემი რესურსი ჩავდო ამ სფეროში, ფსიქოონკოლოგიაში და ზოგადად ერშიც, საქართველოშიც ცნობიერება ამ სფეროზე, ამ საკითხზე მინდა რომ გაიზარდოს. მე თვითონ ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც ვატარებ და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სოციქსელების მეშვეობით და ასევე გეგმავ ახლო მომავალში ვორქშოპებსაც, ვორქშოპები იქნება როგორც ონლაინ, ასე ცოცხალში, სადაც უფასო იქნება და შეგეძლებათ დასწრება, შეკითხვების დასმა, იქნება ინტერაქციული და რაღაცნაირად ერთად მივეხმარებით ერთმანეთს, რომ ცნობიერება სიმსივნური დაავადების შესახებ გავზარდოთ. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ ჯანმრთელობას.